ვიცი ვინ ხარ. არ ვიცი ვის გამო ვარ, რის გამო ვარ. ამ ენერგიებშიაშიც ვარ. ვინაიდან ჩემი სულის მისია არის ის, რომ დავეხმარო ადამიანებს ვიყო გამტარი სხივი არხი ინფორმაციის მაღალი ვიბრაციებიდან. ერთადერთი რაც შემიძლია მადლობა უთხრა სამყაროს, რომ ამირჩია მაღალი ვიბრაციების გამტარად. თავის დამოტრიალდა. შენ ვინც ახლა მიყურებ, ვინც გაჩერდი ამ ვიდეოზე. ზუსტად ისევე, როგორც ჩემ სულში მიმდინარეობს აღწერ და შენ იცნობ შენს თავს პრინციპში სიგნიფიკაცია არც მჭირდება, მაგრამ შენ ვინც ახლა უყურებ ამ ვიდეოს, შენ სულში არის გაურკვეველი ემოციური მდგომარეობა. იყავი ამ დრომდე კარგად და ბოლო შეიძლება რამდენიმე დღეა, 4 შეიძლება. შენ სულში მიმდინარეობს პერიოდული ცრემლი, სენტიმენტალიზმი, არავის არაფერს არ ეუბნები, ქაოსი, გაუგებარი ქაოსი, მოუსვენრობა, შეიძლება გაქვს გულის არითმია, არც მონატრება, აღარც სიყვარული, აღარც რაიმეზე დარდი, აი საბოლოო ჯამში შენს ემოციას არაფერი სახელი არ აქვს, რის გამოც ხარ მაგ ემოციაში, ენერგიაში. ეს ხდება გეტყვი პირდაპირ ეხლავე, ეს ხდება იმისთვის, რომ შენთვის რაღაც ახალი კარი უნდა გაიხსნას. რაც ნიშნავს მიწიერ დონეზე იმას, რომ სამყარო გაძლევს ახალი ცხოვრების გასაღებს. მანამდე კი მიმდინარეობს დაშლა, დემონტაჟი. ძველის რომ ახალ ცხოვრებაში აღარ გადაიყოლო ეს მომენტები. შენ კი ფიქრობ, რომ ცხოვრება მთავრდება. მთლიანი ემოციებისგან განთავისუფლება და მარტივად როგორც ეძახიან ამას ტრანსფორმაცია ქვია. ეს არის მე-13 ტრანსფორმაციის მდგომარეობა შენში, როდესაც მტკივნეულად მიმდინარეობს შენი იმ მომენტის დამთავრება, რა მომენტის დამთავრებაც დიდი ხანია გინდოდა და ფიქრობდი, შეიძლება რომ უკვე დაამთავრე კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო დამთავრებული. ახლა მთავრდება და ხდება იდენტური პიროვნება რჩები, ოღონდ, ახალი ცხოვრება იწყება, ახალი სიცოცხლე იწყება შენს მიწიერ ყოფაში. რა ხდება ახლა შენს ენერგიებში მაჩვენეთ? გამოჯამრთელების მდგომარეობა, რომელსაც დიდი ხანია ელოდი. შენ და ვიღაც მამაკაცი, რომელიც წინა ცხოვრებიდან მოდიხართ ამ ცხოვრებაში. სადაც წინა ცხოვრებაში შენ ქალბატონო იყავი ამ მამაკაცზე შედარებით დიდი და სადაც შენ აძლევდი ამ ადამიანს მზრუნველობას. დღეს ამ მამაკაცის მეშვეობით უნდა მოხდეს აქ ამ განსხეულებაში შენი გამოჯამრთელება.
ზუსტად ეგ ენერგია, რაშიც ახლა ხარ არ საიდან მოსული, რომ ვერ გაიგე, აი მართლა რო იტყვიან, უცებ რაღაცა კაკალი ჩამოვარ და დაგეცა თავში. აი ესეთი რაღაც დაგემართა, ეს წინააღმდეგობა არის ემოციური ქარიშხალი. არის შენი განწმენდის წარსულიდან გამოსვლის და გაბრწყინების ეტაპის წინაპირობა. უბრალოდ ეს მამაკაცი ელოდება შენ სრულ განწმენდას, განთავისუფლებას, რომ შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. შენ ამ მამაკაცისთვის ბევრი გაქვს გაკეთებული. ეს შეიძლება სულის დონეზე გრძნობს ამას და იცის. და უბრალოდ ელოდება, რომ გადმოგცეს ის, რაც შენ ამისთვის გაკეთებული გაქვს. აი, მე ღმერთო არ ვიცი, მე ის გასული ვარ. ერთი სიტყვა არ მახსოვს, რასაც გესაუბრებით, იმიტომ რომ ვარ მთლიანად ნაკადულ სისტემაში. რა გადის ამ ადამიანის ცხოვრებიდან, რა თავდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, მაჩვენეთ. ამ ტკივილის ფონზე რა უნდა შეიცვალოს და როგორ უნდა გაგრძელდეს მისი ცხოვრება. რა იცვლება ამ ტკივილით და როგორ გაგრძელდება მისი ცხოვრება. რა გადის შენ ცხოვრებიდან. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ოჯახი, ვიღაცისთვის თანაცხოვრება, რომელიც საერთო სურათს დებდა ისეც, რომ იყო ყველაფერი რიგზე. ვიღაცისთვის დანგრეული ოჯახი, რომელზეც ეგონა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა მაგის ცხოვრებაში და მოულოდნელად მამაკაცმა ისეთი რაღაც მოიმოქმედა, რომ თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი. ეს გადის. ღმერთო, აქ რა იყო კითხვა? რა იცვლება? ახალი ცხოვრება შემოდის, კარგი. მიწიერ დონეზე სამყარო გამზადებს იმისთვის, რომ იმ გრძელი გზა, რომელიც გამოიარე და წინააღმდეგობები, რომელიც ფაქტიურად შემიძლია ვთქვა შენი ცხოვრების აი ამ დრომდე შეიძლება გადიოდი, სულ წინააღმდეგობებს გადიოდი, სამყარო რაღაც ამზადებს ახალ ცხოვრებას, ახალ ეტაპს შენი სულისთვის. აქ მიყვებიან ზუსტად იგივეს. თავდება ეს პერიოდი, როდესაც ძალიან ძლიერ ემოციურ სტაგნაციას განიცდიდი. თითქოს იყავი მშვიდ მდგომარეობაში, მშვიდ მიწიერ ცხოვრებაში, მაგრამ საკუთარ თავთან გქონდა ძალის გამომუშავების პროცესია. აი ეს მთავრდება ჩემო ძვირფასებო. რა შემოდის თქვენს ცხოვრებაში? ხო გეუბნებით, აი
ხო, აი აქ ტყუილად რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ არც ერთ სიტყვა შემთხვევით არ მოდის და შემდეგ უკვე ტაროს არკანები მესაუბრებიან. თავდება ის ცხოვრება, რომელსაც ამ დრომდე ცხოვრობდი. უკან რჩება ყველა ის ემოცია, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, ამ დრომდე გიცხოვრია, ეს ყველაფერი რჩება უკან. შემოდის შენი ამ ხნის განმავლობაში გამოცდილების ნაყოფი. აქ როგორც ჩანს, ამ პერიოდში შენ მარტო ტკივილს არ განიცდიდი, არამედ მიწიერ დონეზე მუშაობდი შენს თავზე. ყველა ის ნაბიჯი უკან რჩება, რასაც კი შენ დგავდი რაღაცა გადაწყვეტილებების დროს, როგორც მოქმედებდი, ეს ყველაფერი რჩება უკან. ეხლა ამ წუთას შენ გზას ვერ ხედავ. ხვდები, რომ რაღაც იცვლება, რაღაცა ხდება, მაგრამ არ იცი რა ხდება. აი ეს ხდება, შენ ახალ გზაზე იწყებს სიარულს, ოღონდ ამ ახალ გზას ვერც ხედავ. ვერც ვერაფერს გრძნობ, რომ სრული ქაოსია, ანუ სიბნელეა, ვერაფერს ხედავ წინ, მაგრამ ტარო გვეუბნება. ძალიან ჩქარა, თან ეს ყველაფერი შემოდის შენ ცხოვრებაში, რაც გაჩერებული იყო. მიწიერ დონეზე დიდი აღიარება, პოპულარიზაცია, ვინც ამას აქ მნიშვნელობას ანიჭებს. და შემოდის ის შენს ცხოვრებაში, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო დისბალანსში და შენს ემოციურ სტაგნაციას და ემოციურ დისბალანსს იწვევდა. კრუგზე ტრიალებდა. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყო ურთიერთობა, ვიღაცისთვის შეიძლება იყო კარიერა, ფინანსები. შენი ახალი ნაბიჯებით, შენი კარმა ამით იხურება. მიწიერ დონეზე რაც ძალიან გტკიოდა. და შემიძლია თქვა 1-2 წელია კრუგზეც ტრიალებდი. შემოდის შენი ახლიდან დაბადება. კი, მარტოობიდან გამოსვლა და ემოციური სტაბილურობა. მიდის სიბრაზე. მისამართული სვლელობა შენი ცხოვრების გზებზე, გადაწყვეტილებები, რომლებზეც პასუხი არ ჰქონდა, ახალი რჩევა მაჩვენეთ ამ ადამიანისთვის, რას ურჩევს ამ მდგომარეობაში ყოფ სამყარო, როდესაც კრიზისშია, რას ურჩევს სამყარო ასეთ მდგომარეობაში ყოფს. შემოძიოს გასულ ადამიანო, შენი მამაკაცი, რომელიც დიდი ალბათობით დიდი ხანია შეიძლება იცნობ, უბრალოდ ეს სიყვარულში არ გიტყდებოდა. ეს არის სულების დონით მომენტი, როდესაც ეს ელოდება შენს გამოჯანმრთელებას, გირჩევენ იმას, რომ სანამ რაიმეს იმოქმედებ, თუნდაც ამ ადამიანთან მიმართებაში კომუნიკაციის მიმართ თუ ასე შემდეგ, გირჩევენ იმას, რომ არ იყო, ასე ვთქვათ, უცაბედად მოქმედი პირი, თქმელი ადამიანი, არამედ სანამ რაიმეს იმოქმედებ, სანამ რაიმეს იტყვიან, მიიწერ, დაფიქრდი. აქ მაგას გირჩევენ, ასევე გეუბნებიან იმას, რომ ეს ადამიანი არ მოქმედებს, იმიტომ და ეწინააღმდეგება თუნდაც შენ შეტყობინებებს, რომელზეც ფიქრობ, რომ რატომ რისთვის, იმიტომ რომ აქ უნდა მოხდეს შენი გამოჯანმრთელება.
აქ ერთი დიდი ციკლი ამის გაჩერებული პოზიციით მთავრდება შენს ცხოვრებაში და როდესაც ეს მოხდება, ახალი ეტაპი გეწყება ამ მამაკაცთან. ასევე გირჩევენ იმას, რომ იყავი რადიკალისტი, ოღონდ არა უხეში, გამიგე? რადიკალისტი და იყავი აზრობრივად სწორად მოაზროვნე და მიმღები გადაწყვეტილების და აი დაუშვათ რო იტყვი რაღაც სიტყვას, ის სიტყვა ან იქით უნდა იყოს, ან აქეთ უნდა იყოს, აი ეს როგორ თქვა, საურჭოფო მდგომარეობა არ უნდა იყოს. ასევე ვიღაცასთან შეიძლება დაბრუნდეს წარსული ადამიანი და გეუბნებიან, ეს არის კარმული გამოცდის ბოლო ეტაპი, საიდანაც უნდა გამოხვიდე. არ ვიცი, ვისი იყო დილის 0:05 საათსა და 9:20-ზე დასრულებული გაშლა, მაგრამ იცოდე, ისიც იყო ეს გაშლა. ადამიანო, ეხლა რაც ხდება შენ სულში და შენ ემოციურ მდგომარეობაში, არ შეგაშინოს ამ ყველაფერმა, არ დაგაკარგვინოს მოტივაცია, არ ჩაკაკოს დეპრესიაში, იმიტომ რომ რამენაირად უთხარი შენს თავს, რომ ეს არის ტრანსფორმაციის ბოლო საფეხური, რომელიც ცოტა დამდროულია და ამ საფეხურის შემდეგ იწყება გზატკეცილი. გემშვიდობებით, სიყვარულის და ბედნიერების ენერგიებით.